სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. ლოტი და მისი ქალიშვილების ისტორია. მეგობრებო, სოდომისა და გომორის განადგურების შემდეგ ანგელოზებმა ლოტი და მისი ქალიშვილები ქალაქიდან გამოიყვანეს. მისი ცოლი, ჩვენ ვიცით ყველამ, ხო, ეს არის ბიბლიის წიგნში აღწერილი წიგნი დაბადება მე-19 თავში, ესე იგი მისი ცოლი სვეტატი, მარილის სვეტატი იქცა, ხო, ანუ ესე ვთქვათ, მარილის სვეტის სახით გარდაიცვალა. რატომ? რადგან ღვთის მცნებას არ დაემორჩილა. დაბადება 19:26. მეგობრებო, აქ ერთი-ორი წუთით გავჩერდეთ, მინდა ესე იგი გითხრათ, რას ნიშნავს ეს გამარტებით, წმინდა მამების გამარტებით. ნახეთ, აქ ცოლი უკან მოიხედა, ესე იგი ღმერთმა უთხრა, რომ როდესაც გახვალთო, ესე იგი სოდომი და გომორიდან, ესე უკან არ მიიხედო. და ესე იგი ლოტმა და თავის ორი ქალიშვილი ესე იგი არ წინ მიდიოდნენ და ცოლი მაინც გაჩერდა და ესე იგი უკან მოიხედა და ესე იგი გაჩერდა სვეტად, მარილის სვეტად იქცა და გარდაიცვალა. ეს რას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ანუ ჩვენ არ უნდა მივიხედოთ უკან. აი, ნახეთ, ნაწილი წმინდა მამების ასე ხსნის, რომ ჩვენ რაღაცას ცოდვას რომ ჩავიდენთ, ხო, გასაგებია, რომ ეს საშინელება, ეს ცუდი არის და ესე იგი ჩვენ გვაწუხებს, რომ ხშირად მithქვამს, რომ აი მაგალითად ადამიანი როდესაც გაიჭრის თიც ხელს, ხო, აი თიც რო გაიჭრი, ხო, ჭრილობა ხო არ შუშტება, ხო ჭირდება 1-2-3 დღეს, ზოგს დიდი ჭრილობას ეთკვირავ და ესე იგი თვეები ჭირდება, ხო, ასევე არის ცოდვა. ადამიანი როდესაც ჩაიდენს ცოდვას, ხო, მას რა თქმა უნდა ცხვენია, მას სინდისის ესე იგი შინაგანი, ესე თქვა, შიგნით ღვთის ხმა, ესე თქვა, სინდისი, ხო, ნამუსი აწუხებს, ხო. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მე არაერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, სახარებაში სხვადასხვა თავებში ვსაუბრობ, რომ მომაქვს იუდა და პეტრეს მაგალითი, ამიტომ ეხლა ამაზე არ ვისაუბრებ. ერთი-ორი სიტყვით გეტყვით, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, უფალი ყოველთვის აპატიებს და გაპატიებთ, არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომ ადამიანს არ მიეტევოს, ხო, გარდა სულიწმინდის გმობის. ამიტომ შევბრძანდით არაზე და მოусმინეთ, ვისაც სურვილი გაქვთ. კარგით და დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ნახეთ, უკან არ უნდა მიუბრუნდეთ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დღეს. აი ეხლა დღეს უნდა ვიცხოვროთ. აი ამ წუთას უნდა ვიცხოვროთ, აი ამ წამს უნდა ვიცხოვროთ. გასაგებია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ჩაიდინე, რა თქმა უნდა, თუნდაც მომაკვდინებელია ნებისმიერი, გესმით, ნებისმიერი ცოდვა. არ არის ისეთი ცოდვა, რომ ღმერთმა ქრისტემ არ შეგიწყალოს. ამიტომ, როდესაც ჩავიდეთ ცოდვას, მივიდეთ აღსარებაში, ჩავაბაროთ, რა თქმა უნდა, გულწრფელად ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ და რა თქმა უნდა, აღარ გავიმეოროთ ის მომაკვდინებელი ესა თუ ის ცოდვა. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უფალი გაპატიებს და შეგიწყალებს. თუ რა თქმა უნდა გქონდეს ასევე ღვთის ღმერთისკენ სწრაფო უნდა გქონდეს და უნდა მუდმივ ძიებაში უნდა იყო. და უნდა ილოცოს. და ნახეთ, აი ეს მაგალითი სწორად არის, რომ აი ცოლი მიიხედა უკან და გაჩერდა. ამიტომ სიმბოლურად ჩვენს თუ უკან მივიხედებით, ხო, და ეს გაგვახსენდება ჩვენი ძველი ცოდვები, ჩვენც ვიქნებით ერთ ადგილას გაჩერებულები და არასოდეს არ მივიწერთ წინ ქრისტესთან არ მივალთ. ქრისტესთან უნდა მივიდეთ ჩვენ და არა უკან უნდა ვიაროთ. ამიტომ მეგობრებო, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აი ესე იგი არასდროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაწუხებს, მესმის, ეს თავში მოგდის ჩვენ ეს ცოდვები, მაგრამ ამისთვის არის უდიდესი იარაღი, იშმაკის ესე იგი წინააღმდეგ, ეს არის ჩვენი ფასი, რომელიც არაა გამლოცვას, 2000 წელია გამლოცვას, ეს არის ლოცვა ძალიან მოკლე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო შემიწყალე, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე. კარგით გავაგრძელოთ. შემდეგ, ხო, დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ანუ ეს ცოლი, ესე იგი მარილის სვეტად იქცა და გარდაიცვალა, რომ ესე იგი რადგან არ ესე იგი ღვთისმცნებას არ დაემორჩილა, ხო? შემდეგ ლოტი და ქალიშვილები თავიდან, ესე იგი სოფელ ცოღარში დარჩნენ. მაგრამ მალევე მთაში გადავიდნენ და ერთ გამოქვაბულში დასახლდნენ.
რადგან ცოღარში ცხოვრება საშიში იყო. დაბადება 19:30. ნუ ეხლა მე ამაზე არ ვისაუბრებ, მეგობრებო, თქვენ იცით რომ არღზე ვინც არ იცით, ეხლა ვიტყვი რომ ესე იგი არღზე ტვირთავ მე ვიდეოებს ბიბლიას ძველ და ახალ აღთმას, წმინდა მამების გამარტებით რა თქმა უნდა და ესე იგი ეხლა უკვე ატვირთული მაქვს ძველი აღთმის დაბადების წიგნი უკვე მთლიანად მგონი 48-49 თავი არის, რა თქმა უნდა მამის გამარტებით ძალიან საინტერესოა, დაიწყეთ აუცილებლად უსმინეთ ყოველ დღე და ასევე რა თქმა უნდა სრულად არის ატვირთული მათე და იოანეს სახარება წმინდა მამების გამარტებით, რა თქმა უნდა სხვადასხვა. შემდეგ რა ხდება მეგობრებო, ნახეთ, ანუ ცხოვრების მძიმე პირობებმა, შთამომავლობის უკმარისობამ და მამასთან ერთად დარჩენის საჭიროებამ ქალიშვილები იმგვარ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომელსაც ჩვენ ახლა თანამედროვე თვალით ვერ შევაფასებთ, ხო? ნუ ეს არის ინცესტი, ხო, ჩვენ ვიცით ინცესტი, ეს არის მომაკვდინებელი, საშინელი კატასტროფული, ესე იგი ცოდვა, ესე იგი სისხლის შერევა, ხო, სქესობრივი კავშირი ნათესავებს შორის და უფროსმა ქალიშვილმა უმცროს უთხრა. ეს წერია ბიბლიაში 19:32. მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შეგვეძლო შთამომავლობის აღდგენა. მოდი დავალევინოთ მამას ღვინო და შთამომავლობა აღუდგინოთო. ანუ ნახეთ ამ ქალიშვილებს ეგონათ რომ ისინი ესე იგი მარტო არიან ამ მთელ საპყაროში პლანეტაზე მარტო დარჩნენ და ესე იგი ნუ ესე იგი რაღაც ხო უნდა გამრავლებულიყვნენ ადამიანები ხო ხალხი და ესე იგი აი მიმართავენ აი ესეთ რამეს. ეხლა ნახეთ შედი, ესე იგი მათი გეგმა განხორციელდა 2 ღამეში. პირველ ღამეს უფროსმა ქალიშვილმა მამას ესე იგი მიუწვა და შემდეგ ესე იგი მას შემდეგ უბრალოდ რაც ღვინო დაალევინა და იგივე მეორე ღამეს იგივე ესე იგი გამეორდა უმცროსი ქალიშვილი შედის მამასთან. ბიბლია აღნიშნავს რომ ლოტი ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა, დაბადება 19:33-35. ამის შემდეგ მეგობრებო ორივე ქალიშვილი ორსულად ესე იგი დაორსულდა და ორსულად დარჩა მოკლედ და უფროსმა შვილმა შვაძე სახელად მოაბი, რომელიც მოაბელთა მამად იქცა, ხო, და უმცროსმა შვაძე ასევე სახელად ბენ-ყამი ამონიელთა მამად, ხო, ამონიელთა მამად. ესე იგი დაბადება 19:36-38. ეხლა როგორია მეგობრებო, ნახეთ ესე ვთქვათ ინტერპრეტაცია რო გავუკეთოთ ამას მართლმადიდებლური ჩვენი თვალსაზრისით წმინდა მამები ამაბავს ესე ვთქვათ სპეციფიკურ კონტექსტში განიხილავენ და მოდი რამოდენიმე წმინდა მამა ესე იგი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, ეფრემ სირიელი გამარტავდა რომ ლოტი და მისი ქალიშვილები მძიმე ტრავმას განიცდიდნენ სოდომის განადგურებისა და ცოლის დაკარგვის გამო. მათი ქმედება იყო სასოწარკვეთის და გარემოების შედეგი. იოანე ოქროპირი ამბობს, ხას უსვავს ასევე რომ არ შეიძლება ლოტის და ესე იგი ლოტი ან მისი ქალიშვილების განკითხვა მსჯელობა ადამიანის თვალსაზრისით, ადამიანის ლოგიკით, ხო? ქალიშვილების ქმედება მიზნად ესე იგი ქონდა ქალიშვილებს ქონდათ მიზნად ესე იგი შთამომავლობის შენარჩუნება. ირინეოს ლიონელი და ამბროსი მედიოლანელი აღნიშნავდნენ მეგობრებო რომ ამ შემთხვევამ ღვთის განგებულებით მომავალი თაობის დასაწყისი უზრუნველყო, რადგან მოაბელები და ამონიელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ებრაული და ქრისტიანული საგვარეულობის ხაზში. ანუ მართლმადიდებლური სწავლება ხაზს უსვავს მეგობრებო რომ ღმერთის განგებულება ხო ღვთის
ღვთისნების განხორციელება ხშირად ხდება ისეთ გზებით, რასაც ადამიანი ვერ ხვდება და ვერ ჩაწვდება, რა თქმა უნდა, ხო? ადამიანის სუსტი გარემოებები, ნახეთ, ქმედება არ იყო სრული, ესე ვთქვათ, სოდვა, არამედ მძიმე ეპოქის, იმ ეპოქის შიშისა და ვალდებულების შედეგი. ქალიშვილების მიერ შთამომავლობის შენარჩუნება საშუალებას აძლევდა მომავალ თაობებს, მოაბელებს, ამონიელებს და მათ შორის რუთი, მეგობრებო, რუთი, რომ ჩვენ გავივლით, შესულიყვნენ ქრისტეს წინაპართა ხაზში. ეხლა სულიერი სწავლება როგორია? ისტორია გვასწავლის გონივრულ სიფრთხილეს, მეგობრებო, ღვთის განგებულების პატივისცემას და სხვა ადამიანების მსჯელობისგან თავშეკავებას. და ბოლოს ძალიან მოკლედ დასკვნა, რომ გამოვიტანოთ, ასე ვთქვათ, ლოტის ქალიშვილების ამბავი, მეგობრებო, რთულია და რა თქმა უნდა ზოგისთვის შემზარავიც, ხო? მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით არის ღვთის სასრუების ნაწილია, ხო? ამ ისტორიაში ეს ბიბლიაში წერია, ხო, ამ ისტორიაში ჩანს, რომ ღვთის ნება ხშირად მოქმედებს ისეთ გზებით, რომელსაც ადამიანური შეხედულება უკაცრავად ვერ აღიქვამს. აი, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ისტორიაში მთავარი არის ღმერთის ნება და მისი სიტყვით ცხოვრების ერთგულება, ხოლო ადამიანის შეფასება მეორეხარისხოვანია. მეგობრებო, მოვჭი ჩვენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი, ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, რა თქმა უნდა, ხო, როგორც მამათმავლობა, როგორც ლესბოსელობა, მამათმავლობა და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი და რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ ეს მოკლე ეს ისტორია იყო ბიბლიიდან და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა წავიკითხოთ და მოусმინოთ, ვისაც დრო არა გაქვთ, რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნება რომ წაიკითხოთ, მაგრამ ესე იგი ამიტომ შეიქმნა ეს არხიც, რომ მოусმინოთ, ვისაც დრო არა გაქვთ, იქ ყურსას მე თქვა ტრანსპორტში, სამსახურში და ასე შემდეგ. და ჩვენ გვაქვს ახალი აღთმა, ჩვენ პალე გააკაცა და მოგვცა ჩვენ დაადგინა ახალი აღთმა წმინდა სერობის საიდუმლო საღამოს, როდესაც უფალმა ჩვენმა განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაადგინა ახალი აღთმა, ხო, ესე იგი მისი წმინდა ხორცი და მისი წმინდა სისხლი. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ბიბლია, ანუ ძველი აღთმა უნდა წავიკითხოთ, ხო, რომ ვიცოდეთ ისტორია და იმიტომ რომ მთელი ძველი აღთმა მოასწავებს გნებავთ, ხატი არის ქრისტესი, ყველაფერი წინასწარმეტყველი, 4 უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელიც ქრისტეზე მიანიშნებს, რომ ესე იგი სადაიბადება, ანუ ყველაფერი ქრისტეზე აღსრულდა და ძალიან თუ არ ვიცით, ესე იგი ჩვენ არ გვაქვს წაკითხული ძველი აღთმა, ჩვენ გაგვიჭირდება რომ გავიგოთ ახალი აღთმა, თუმცა რა თქმა უნდა პირველ რიგში და პირველ ყოვლისა არის ახალი აღთმა და მოკლედ ორივე წაიკითხეთ. გაიხარეთ და დიდი მადლობა.